მოგესალმებით მეგობრებო. დღეს მოჩვენებების ისეთი ვიდეოები შეგიგროვეთ, რომლებიც ზარღვებში სისხლს გაგიყინავთ. თუმცა სანამ დავიწყებთ, ტრადიციულად მინდა გთხოვოთ, რომ მოიცნოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი, რათა არ გამორჩეთ მორიგი საინტერესო ვიდეოები. ახლა კი დავიწყოთ. ოჰაიო შტატში, ქალაქ ბეირნში დგას სახლი, რომელზეც ადგილობრივები ჩურჩულით ამბობენ, რომ მთელს რაიონში ყველაზე დაწყევლილი და მისტიური ადგილია. მას როსის სახლს ეძახიან. ის 1895 წელს აშენდა, როცა ქალაქი ფოლადისა და რკინიგზის მრეწველობით ყვაოდა. 10 წლების განმავლობაში ამ შენობამ ბევრი დანიშნულება გამოიცვალა. თავიდან ის კერძო სახლი იყო, შემდეგ ანტიკვარიატის მაღაზია, ახლა კი პარანორმალურ მოვლენებზე მკვლევართა ნამდვილ მაგნიტად იქცა. ბევრს სჯერა, რომ აქაური ამოუხსნელი აქტივობები სახლის ძვირმფლობელს უკავშირდება. ამბობენ, რომ ის 1920-იან და 30-იან წლებში აქ სპირიტუალურ სეანსებს ატარებდა. ადგილობრივების თქმით, მისი სიკვდილის შემდეგ ის ბნელი ძალა, რომელიც ქალს დაუკავშირდა, სახლიდან აღარასდროს დასულა. სწორედ ამ ისტორიამ მიიქცია იუთუბერ ნატალი ჰოპკინსის ყურადღება, რომელმაც გადაწყვიტა შიგნით რამდენიმე მეგობართან ერთად შესულიყო. კამერები და სპეციალური აპარატურებით აღჭურვილებს იმედი ჰქონდათ, რომ შვიდა საინტერესო ღამეს გაატარებდნენ. თუმცა როგორც კი გამბედაობა მოიკრიბეს და სარდაფში ჩავიდნენ, მოვლენებმა საზარელი და მოულოდნელი სახე მიიღო. Could you give us a sign if anyone is here? Maybe one of the balls, light them up, move them. სანამ ჯგუფი სარდაფში იჯდა და კითხვებს სვამდა, ნატალი მარცხენა მხარეს იდგა. სწორედ ამ დროს მოხდა რაღაც ძალიან უცნაური და შემაძრწუნებელი. კადრში ნათლად ჩანს, როგორ აიწია მოულოდნელად ნატალის მაისურის უკანა ნაწილი და თითქოს გაქაჩა. ნატალიმ ეს მაშინვე იგრძნო და ზურგისკენ ხელი მიიტანა, თუმცა უკან არაფერი იყო. ყველაზე საზარელი ისაა, რომ ეს ყველაფერი ზუსტად იმ დროს მოხდა, როცა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა იკითხა: შეგიძლიათ ნიშანი მოგცეთ, თუ აქ ვინმე არის? თავად ნატალიმ არ იცის რა დაიჯეროს, მაგრამ ჩემი აზრით, იმ მაისურს ნამდვილად ვიღაცამ ან რაღაცამ ხელი ჩასჭიდა. მამაკაცის სახელად კაილ ენტონი წლებია ინტერნეტში დებს ვიდეოებს, სადაც აჩვენებს თავის შემაშფოთებელ ამბებს. ის, რაც თავიდან სხვენიდან მომავალი გაუგებარი ხმით დაიწყო, ნამდვილ კოშმარად იქცა და კაილის საკუთარ სახლშიც კი ვეღარ ისვენებს. მის სახლში ისეთი ხმები ისმის, რომ ტანში ჟრუანტელმა შეიძლება დაგიაროს. ტელეფონი მუდმივად გვერდით აქვს, რადგან ნებისმიერი უცნაურობა დააფიქსიროს. ამ ბოლო დროს კი ამ მისტიურმა მოვლენებმა სახლის ქვედა სივრცეში იატაკქვეშა სარდაფში გადაინაცვლა. The fuck was that? I just saw something. როგორც კი იატაკქვეშა სივრცეში შეიხედა, ვიწრო გასასვლელის ბოლოს ბნელი ჩრდილი შეამჩნია. ამ ჩრდილის გამოჩენიდან რამდენიმე წამში კი ბავშვის სუსტი ხმა ისმის. მამაკაცმა ეს ყველაფერი ვიდეოზე დააფიქსირა, თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა. მომდევნო დღეებში ხმა არ გამქრალა, პირიქით, უფრო და უფრო გახშირდა. Hear that? Isn't that wild? It sounds like a kid is running around up there. And I promise I do not have a child in my attic. ახლა კი ეჭვგარეშეა, რომ ის, რაც მას ესმის, ნამდვილად არაა ბავშვის ხმა და უბრალოდ ცდილობს თავი ბავშვად გაასაღოს. მთავარი კითხვა კი ისაა, საიდან მოდის ეს ხმა? საინტერესოა, რომ მაყურებლებმა ერთი დეტალი შენიშნეს.
კაილის კატა საერთოდ არ ჩანს შეწუხებული, ასე რომ თუ სხვა არაფერი შესაძლოა ეს სტუმარი ბოროტის რახვებით არ იყოს მოსული. ჯერ კიდევ 2020 წელს ქალმა სახელად სილვიამ გადაწყვიტა უიჯას დაფაზე ექსპერიმენტები ჩაეტარებინა. მან დაფას სამზარეულოს მაგიდაზე დადო, შუქი ჩააქრო და რამდენიმე სანთელი აანთო. მას წარმოდგენაც არ ჰქონდა თუ რა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს. მომდევნო დღეებში მის სახლში შემაშფოთებელი მოვლენები დაიწყო. სამზარეულოში ონკანი თავისით იღებოდა, ნივთები მაგიდაზე მისრიალებდნენ. ხანდახან საგნები ჰაერში ვარდებოდა. რაც არ უნდა ყოფილიყო, ის რაც სილვიამ სახლში შემოუშვა, წასვლას აშკარად არ აპირებდა. საბოლოოდ პარანორმალური აქტივობა იმდენად გაძლიერდა, რომ სილვიამ YouTube არხი შექმნა, რათა ხალხისთვის ეჩვენებინა თუ რა ხდებოდა მის თავს და იქნებ ვინმე დახმარებოდა. Knife was moving like a minute, and that knife's moving. Oh fuck. სილვია იმედოვნებდა, რომ დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი შეწყდებოდა, თუმცა პირიქით სიტუაცია უფრო სახიფათო გახდა. ის ადგილზე გაიყინა, როცა დაინახა, როგორ დაიწყო დანების ჩასადება მოძრაობა. შემდეგ კი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ერთ-ერთი დანა პირდაპირ მისკენ გადავარდა. სწორედ მაშინ მიხვდა სილვია, რომ ამ ბოროტ ძალას მისი სერიოზულად დაშავება შეეძლო. გავიდა დრო, უკვე 2025 წელია. ამ ამბის დაწყებიდან 5 წელი გავიდა, თუმცა სილვია ისევ იმ მბრძოლ ძალასთან ერთად ცხოვრობს. სილვიასთვის ამ სახლში ცხოვრება უკვე გაუსაძლისი გახდა. სიმართლე გითხრათ, ჩემს სახლში წლების განმავლობაში ასეთი დაუპატეჟებელი სტუმარი რომ ცხოვრობდეს, ალბათ ჭკუიდან გადავიდოდი. საინტერესოა თქვენ როგორ მოიქცეოდით, გთხოვთ რომ თქვენი აზრი კომენტარებში დაწეროთ. ჩვენი შემდეგი ვიდეო უშუალოდ მოჩვენებას არ ეხება, თუმცა ის, რასაც მასში ნახავთ, არანაკლებად შემაშფოთებელია. გვიან ღამით კაცის სახელად კოუდი სრულ სიმნელეში სადღაც მიკარგულ ფერმაში იმყოფება. ერთადერთი რაც იქაურობას ანათებს მისი ტელეფონი იყო. სწორედ ამ დროს მან ცაში რაღაც წარმოუდგენლად უცნაური შენიშნა. მამაკაცი ღრუბლებს თვალს ვერ აშორებდა. უეცრად მის თავზე ორმა მანათობელმა ბურთმა გადაიქროლა. ეს მბზინავი ობიექტები ღრუბლების ზემოთ იმყოფებოდნენ და ისეთი სისწრაფით გაიქროლეს, რომ თვალის დახამხამებასაც კი ვერ მოასწრებდით. ნანახმა კოუდი სრულიად უსიტყვო დატოვა. მან ვერანაირი ახსნა ვერ მოუძებნა იმას, რაც დაინახა. პირველი აზრი, რაც თავში მოუვიდა, უცხოპლანეტელები იყო და სიმართლე რომ თქვათ, შეიძლება მართალიც იყოს. სამი შვილის დედა, ერიკა ჯორდანი, ხშირად აზიარებს თავისი ყოველდღიური ცხოვრების კადრებს სოციალურ ქსელში. ერთ საღამოს, მას შემდეგ რაც ბავშვები დასაძინებლად დაწვნენ, ერიკამ გადაწყვიტა მათთვის ზილინებისას საძინებელში დამონტაჟებული უსაფრთხოების კამერის საშუალებით ითქვა. თუმცა პასუხმა, რომელიც მან მიიღო, ზარღვებში სისხლი გაუყინა. Good night, love you. Good night, love you. ერიკას ნათქვამზე ბავშვებმა მაშინვე უპასუხეს, თუმცა რამდენიმე წამში რაღაც გაცილებით შემაშფოთებელი ხმა გაისმა. დაბალი ხრიწინიანი ხმა, რომელმაც ჩურჩულით თქვა: "ძილინებისა, დედიკო." იმ მომენტში ოთახში მხოლოდ მისი შვილები იყვნენ და არც ერთ მათგანს არ შეეძლო ასეთ ხმაზე ლაპარაკი. ჩნდება კითხვა, ვისი ან რისი ხმა ჩაიწერა კამერამ.
წლების განმავლობაში ტროი თავის სახლში მშვიდად ცხოვრობდა და ვერც კი წარმოიდგინდა, რომ ოდესმე პარანორმალურ მოვლენების წინაშე აღმოჩნდებოდა. მისი სახლი სრულად ჩვეულებრივი იყო, მანამ სანამ ერთ დღეს სათვალთვალო კამერამ რაღაც ძალიან შემაშფოთებელი არ დააფიქსირა. სანამ ტროის სახლში არ იყო, კამერამ შენობის შიგნიდან მომავალი ძლიერი ბრახუნის ხმა ჩაიწერა. ხმა სარდაფიდან მოდიოდა, რის შემდეგაც კარი თავისით ნელა გაიღო. რამდენიმე წამში სიტუაცია კიდევ უფრო მეტად დამძიმდა. ოთახში საზარალი ღრენის მსგავსი ხმა გაისმა, რასაც კარის ძლიერი ჯახუნის ხმა მოჰყვა. ტროის თქმით, იმ დროს სახლში არავინ იყო და არც იმის ნიშანი არსებობდა, რომ იქ ვინმე შეიბარა. საუბედუროდ ეს მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა. სულ რაღაც 6 დღეში კამერამ ეს დააფიქსირა. ოთახში სკამების გადაადგილება, საგნების სრულა და კარების თავისით გაღება. ტროი ნანახმა შოკირებული დატოვა. მომდევნო დღეებში ეს მისტიკური აქტივობები მთელ სახლს მოედო. შემდეგი კამერა, რომელმაც ამოუხსნელი რამ დააფიქსირა, სხვენში იყო დამონტაჟებული. კადრში ჩანს, როგორ იწყებს მაგიდაზე მჯდომი რბილი სათამაშო ნელა ტრიალს, შემდეგ კი მოულოდნელად იატაკზე ვარდება. ზუსტად იმავე წამს იქვე მდებარე პატარა კარი იღება. თითქოს მეორე მხრიდან ვიღაცა გარეთ გამოსვლას ცდილობს. კარი წინ და უკან მოძრაობს, იღება და იხურება, მაგრამ ამ დროს სხვენში არავინ იყო. მალე მოვლენები კიდევ უფრო სახიფათო გახდა და ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ტროის შვილს ამ ბნელძალასთან პირისპირ შეხვედრა მოუწია. პატარა კარი ისევ თავისით გაიღო. DJ-მ ეს მაშინვე შეამჩნია. ცნობის მოყვარეობის გამო შიგნით შეიხედა, თუმცა წამებში ყვირილით გამოვარდა. ტროის თქმით, მისმა შვილმა დაინახა მოჩვენების სახე, რომელიც პირდაპირ მას უყურებდა. ტროის დღემდე არ აქვს ახსნა თუ რა ხდება მის სახლში. თუ
თუმცა ერთი რამ ცხადია, მას ნამდვილად დასჭირდება ნაკურთხი წყალი, ყოველი შემთხვევისთვის თუ ეს სახე კიდევ ერთხელ გამოჩნდება. ამასობაში ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. იმედი მაქვს მოგეწონათ. თუ ეს ასე იყო, გთხოვთ რომ არ დაგეზაროთ და ლაიქება და არხის გამოწერა, რათა არ გამორჩეთ მორიგის საინტერესო ვიდეოები. მე კი დროებით და გემშვიდობებით. ნახვამდის.